საღამო მშვიდობის დღეს თავგადასავლის სტუმარი ქართული ალპინიზმის ნამდვილი ლეგენდა ბატონი ბიძინა გუჯაბიძეა. მრავალი ექსპედიციის მონაწილე, რომელმაც მთის მკაცრ პირობებში ბევრჯერ გამოსცადა საკუთარი შესაძლებლობები და მსოფლიოს სხვადასხვა მაღალ წერტილში ძალიან ბევრჯერ ააფრიალა ქართული დროშა. ბატონო ბიძინა, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ დაგვითმეთ დრო, მიხარია თქვენი ესე პირადად გაცნობა და ერთი სული მაქვს მოვისმინო ის თავგადასავლები, თქვენი ცხოვრების ძალიან საინტერესო თავგადასავლები, რომლებიც ჩემნაირი მოკვლევებისთვის მხოლოდ დოკუმენტური ფილმებიდან შემიძლია ხოლმე რომ მოკლედ მოვისმინო. როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა მთასთან? ვიცი რომ სოფელ ჩოჩხატში გაიზარდეთ, დედა თქვენი იყო ბიბლიოთეკარი და უმეტეს დროს ბავშვობაში ატარებდით ბიბლიოთეკაში, კითხულობდით სათავგადასავლო ლიტერატურას. აი ყველაზე ტკბილად რა გახსენდებათ იმ უდარდელი წლებიდან? მაინც ესე დასაწყისისთვის ვიტყვი, რომ ძველი თავგადასავლების მოყოლა ყოველთვის თვლიდი, რომ ეს არის სიბერის ნიშანი და სულ ფიქრობდი, რომ კი მოვყვები ბუხართან, მოვყვები ალბათ შვილიშვილებს გასართობად რა და ანუ იმის თქმა მინდა, რომ მაინც და მაინც არ მაინტერესებს, აღარ მაინტერესებს ეს ძველი ამბები. ჩემთვის ყოველთვის საინტერესოა აწმყო, ნუ ან გუშინდელი ამბავი და მომავალი უფრო ესეთია, უფრო საინტერესოა რა, მაგრამ ნუ მაინც რახან თქვენ ასეთი სურვილი გაქვს, ახლა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მალევე ბავშვობაში მივხვდი, რომ ერთ ადგილზე გამჩერებელი ვერ ვიქნებოდი და ერთ რაღაც დახურულ სივრცეში ვერ ვიმუშავებდი და ვერ ვიცხოვრებდი რა და ბავშვობიდანვე ვცდილობდი, რომ ბუნებაში ყოფილიყავი, ტყეში. მე ცოტა უფრო დიდობაში უკვე სადღაც მერვე მეცხრე კლასში უკვე ესე ცხენსად, მაშინ მთაში ცხენი ნაბადი თოფი წყალზე საქონლის გადარეკვა რაღაც ისეთი ხანგრძლივი მარშრუტებზე რაღაცა პროფესიის არჩევა რომ გადავწყვიტე გეოლოგია ვირჩიე. სწავლის პერიოდში აღმოაჩინე რომ თურმე არსებობს ასეთი საქმე. ვიცოდი რომ ალპინისტები, მთები არსებობდნენ, მაგრამ თუ რაღაცა ამის სწავლა თუ შეიძლება და ამის მონაწილე გამختارიყავი რაღაცა ვერ წარმომედგინე, არ მქონდა ნაფიქრი რა და ჩემმა ჯგუფელებმა გადაწყვიტეს რომ წასულიყვნენ და მეც გავუკრავე. ეს იყო 79 წელი ნოემბერი, პირველად წავედით ყაზბეგში, ხდის ხეობაში და მწვერვალი გორი. მოკლედ მე დავჭი. ძალიან მიხარია თავიდან რომ შეიძლებაოდეს დაწყება ცხოვრების, ალბათ ბევრად უფრო ეფექტური ვიქნებოდი ამ საქმეში. და ჩემი საქმე ძირითადად ვთვლი რომ ახლა ეს არის რომ ყველას მოუწოდო მთაში ყოფნა რა და როგორც ვამბობთ ხოლმე თავისუფლება მთაშია, ძალა ერთობაშია. ადვილი არა საკუთარი თავის დანახვა, სხვისი დანახვა, ქვეყნის გარემოს აღქმა მთაში. ბევრი მართალია ცუდიც, მაგრამ ბევრი კარგი ცხოვრება და დრო და მოგონებები მაქვს მთასთან დაკავშირებით.
მწვერვალი ჭრილო უშვა ამოვედით 10-ვე შვიდობით ავეშებით იმედია ღვთისხალობით ჩვენი ყველა ნაბიჯი ჩვენი ყველა საქმე ცდელობა იქნება საქართველოს გათავისუფლებისაკენ აი ამ ბრუტალი რეჟიმისაკენ და თავისუფლება ამ რეჟიმის პატიმრებს თავისუფლება საქართველოს ძალა ერთობაშია თქვენი ექსპედიციებიდან თუ შეგიძლიათ რომ გაიხსენოთ რომელი იყო აი ყველაზე რთული თუ ფსიქოლოგიურად ან იგივე ფიზიკურად არის ხოლმე რაღაც ისეთი კითხვები რომელიც ხანდახან ვერ პასუხობ ადვილად რა მაგრამ ისეთი ალბათ მძიმე ექსპედიციები ეს ყოველთვის წარუმატებელი ექსპედიციებია რა და იყო ასეთი ზამთრის უშბა 84 წელს იყო 2013-ში ეს ტერორისტები ნანგა პარბატზე სამაშველო ოპერაციებით ჩვენთვის ეს არის ცხოვრება არის შეულებრივი ცხოვრება არის განსაცდელი გადარჩებიან არ გადარჩებიან რაღაც მაგრამ თვითონ დამსვლელობა არ შეიძლება მარტო ამ ხრიდან ამ პრიზმით უყუროთ რომ აი მე როგორი საშიშია აი მე რა საშინელება მომხდარა აი მე აქ ადამიანი როგორ უნდა გაუშვაო ოჯახის წევრი შვილი მით უმეტეს ასე არ არის რა თქმა უნდა ბევრად უფრო დაცულია თქვათ დამსვლელი ტრავმისაგან პატარა ტრავმებზე ვამბობ და ბევრად უფრო ესეთი პროგნოზირებადია საერთოდ გარემო მთაში რა და ბევრად უფრო ფრთხილად ავართ თქვათ ვიდრე ნებისმიერი სხვა სპორტსმენი რა არც ვეძახით ახლა მართალი გითხრა სპორტსმენს ჩვენ თავს მიუხედავად იმისა რომ მუდმივად ვარჯიშობთ მაგრამ ფაქტურად შეჯიბრებები ჩვენ ხო არა გვაქვს რა შეჯიბრებით მარტო საკუთარ თავს ცხოვრობთ ასე ცხოვრობთ რა და მოგწონს ალბათ ბევრჯერ გავიმეორებ მას რომ მოგწონს და სხვებსაც უსურვებთ რომ ჩვენთან ერთად იყვნენ ბატონ ბიძინა ვიდრე საუბარს გავაგრძელებთ მინდა შემოგთავაზოთ ფანტა პროცეულით არაჩვეულებრივი და განსხვავებული გემო აქვს. ხო. რა მაინტერესებს რა არის ის წამები გრძელდება ხო სავარაუდოდ, როდესაც მიაღწევთ მიზანს, მიხვალთ იმ მწვერვალამდე, გადმოხედავთ აი რაღაცა ზემოდან ყველაფერს, აი რა განცდაა ეს მთასვლელისთვის? დამსვლელობა, როგორც წეგან თქვი, პირველ რიგში არის საკუთარ თავთან ბრძოლა და ჭიდაობა და აი საკუთარი შესაძლებლობების აი დანახვა, განსაზღვრა. როცა ახალგაზრდა ხარ, ყოველთვის ადარებ, რომ რა იყო, თქვათ, შარშან, ან წინა სეზონზე, ან წინა ასეთივე ასვლაზე და ეხლა რა მოგემატა, რას აკეთებ უფრო უკეთესად, რა სიმშვიდე გაქვს, რა განწყობა გაქვს, როგორ აგრძნობ შანს იმას ორგანიზმს. ეს არის ესე ვთქვათ აღმავალი ესეთი პიკი რა მუდმივად რა. მე რაღაც მომენტში იწყებ უკვე რაღაც ცოტა ხანს ძალიან პატარა ის პლატო სადაც გაჩერებული ხარ და მე იწყება ეს ყველაფერი ამის ნელ-ნელა ქვევით სვლა. ეხლა მე მაგ მდგომარეობაში ვარ 66 წლისა ვარ. გადავედი 77-ში რა. და აი ყველა ჩემი სეზონი, ყველა ჩემი ასვლა არის ეს შედარება, რომ აი შარშან რა ვიყავ, შარშან წინ რა ვიყავი რა და რაღაც უახლოვდები, ძალიან ქვევით ხوار ჩამოვიწი ამ დონისაგან რა. ამიტომ აი ასეთ იმაში ვართ დაძაბულობაში მთელი ცხოვრება რა. მქონია შემთხვევები, რომ აი მეგობრები რო ამბობენ, რომ დავიღალე ამდენი ფორმაში ყოფნი. ანუ ფაქტიურად ფორმაში უნდა იყო
მუდმივად. თქვა, ჩვეულებრივი სპორტსმენი რაღაცა აქვს რაღაც მიზნები, ოლიმპიური თამაშები, მსოფლიო ჩემპიონატი ან რაღაც ასეთი ისე რომ რა დროისთვის უნდა იყოს პიკში. აქ ასე შეუძლებელი, აქ მუდმივად ვართ რა პიკში. ამიტომ ნებისმიერი ასვლა, ახლა რაც თქვენ მკითხეთ მწვერვალზე, ასვლა არის აი ამ შრომის, დიდი შრომის რაღაცა დასასრული რა. სანამ აი ამ აქამდე ახვიდოდი, თქვა, აი ამ მწვერვალზე კონკრეტულად ამაზე ბევრ რაღაცაზე ქონდა უარი ნათქვამი. ბევრი რაღაცას, ასე ვთქვათ, რაღაცის მობილიზაციას აკეთებდი, რომ აი აქამდე მოსულიყავი. ეს გზა არ არის მარტო ეს მარშრუტი რა, საბაზო ბანაკიდან მწვერვალამდე, სანამ აქამდე მოხვიდოდი, დიდი დრო გადის რა. ამიტომ ეს მწვერვალზე ასვლა არის ამ ეტაპის დასასრული, დამთავრდა რა. ისუნთქა. ეხლა მშვიდობიანად უნდა დავეშვაქვებით რა. და ამ დაშვების პროცესში უკვე იწყებ ახალი მიზანის დასახვას, ხო, დასახვას, რომ ეს დაახლოებით ისეთია, რომ საერთოდ გონიათ, რომ ალპინისტებს აქვს რაღაცა ეს ღუზასავით რაღაცა, რომელსაც თოკით ისვრიან, ჩაეჭიდებიან და მერე იმაზე ადიან. და ხო და აი ეს მიზანის დაახლოებით პრინციპში ასეთია, რომელიც არ არსებობს ეს ფიზიკურად არ არსებობს ასეთი ან ეს კაუჭი ასეთი, რომელსაც ისვრის რაღაცა და იმაზე დაეკიდები. ანუ ეს მიზანი საბაზოში რო ჩამოდიხარ, ფაქტიურად უკვე შეიძლება იყოს გამოკვეთილი ეს მიზანი, რომ აი ახლა მივდივარ აი ამისაგან, რომელსაც ეხლა მაგალითად რაღაც მაქვს მიზანი, რომელიც შეიძლება განვახორციელოთ დეკემბრის ბოლოს, იანვარში. ეხლა მთელი ისა, თქვათ, ამ საქმეზე ვარ კონცენტრირებული, ხო? აი ასე არის ეს ცხოვრება, მიზანიდან მიზნამდე. ეს ძალიან დიდ სტიმულს იძლევა. მაგრამ ნუ რა თქმა უნდა ეს შემაწუხებელი არის გარშემოყოფებისთვის, რა ოჯახის წევრებისთვის, ხშირად გონებით ან ფიზიკურადაც ხარ საქმეზე ჩართული და ესე მომართული რა და არა და ცხოვრება ხო გინდა. მაგრამ მე გამიმართლა მაგ საქმეში მაინც ჭკვიანურად მოვიქეცი რა და კარგი ისავარჩია რა, ასე ვთქვათ, პარტნიორი რომელიც ხო, აი, რადგან ოჯახზე ჩამოვარდა საუბარი, მაშინ გკითხავთ. ხალბატონი მარინა, აი თქვენ როდესაც მიდიხართ ექსპედიციაში. ნუ რთულია ხო მეუღლისთვის, ოჯახის წევრებისთვის ძალიან, იმიტომ რომ ნუ ფიქრობ, გინდა არ გინდა ადამიანის გონება ისეა მოწყობილი, რომ ნუ რაღაცა ბევრ რამეზე გეფიქრება. კი, მარინას ერთხელ ტიან-შანზე საბაზო ბანაკში მყავდა რა და სერტიფიკატი გადასცეს რა, რომ ეს თამსვლელის საუკეთესო ცოლი რა. ანუ საუკეთესო მომლოდინე და საუკეთესოდ გარკვეული, ასე ვთქვათ, ალპინიზმში რა და ძნელი ცხოვრება. ჯვარი ადრე დავიწერეთ და რამდენიმე თვის მერე მოვაწერეთ ხელი რა და ხელი მოვაწერეთ, იმიტომ რომ 200 მანეთს იძლეოდნენ ბეჭდის ის იყო, ასე ვთქვათ, ღირებულება, რომ აი ბეჭედი გვეყიდა რა. ხო და ეს 200 მანეთი ძალიან გჭირდებოდა და ეს ავიღეთ და იმ დღესაც წავედით სვანეთში. საბაზო ბანაკში, მერე ისე მოხდა, რომ 1-2 დღის მერე გავედი მარშრუტზე და მარინე დავტოვე მაშინ ბანაკში მარტო ეს იყო შეიარაღებული ძალების ამერიკა-კავკასიის შეიარაღებული ძალების ნაკრები გუნდი. ანუ სულ სხვადასხვა ხალხი იყო, ზოგიერთი ჩემთვისაც კი უცნობი, იმიტომ გუნდის შემადგენლობა იცვლებოდა რა, ვთქვათ, ჯარისკაცები ან ოფიცრები, ამიტომ მთელი ამერიკა-კავკასიის, სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო. წავედი და რაღაც მე-15 თუ მე-16 დღეს დავუბრუნდი. ასეთი საქორწილო მოგზაურობა გამომივიდა რა და
მძიმე იყო. თან მაშინ არ ქონდა რა კავშირი და ესეთი პირდაპირი კავშირი ბანაკთან და ერთმანეთის ამბებს კი ვიგებდით. მაგრამ ესე პირდაპირი რო დალაპარაკებოდი, მაგის საშუალება არ იყო, ეგეთი რაციაც კი არ ქონდა რა. ანუ ქალბატონი მარინა თავიდანვე 2 დღის მერე მიხვდა რასთან ექნებოდა მთელი ცხოვრების განმავლობაში საქმე. ადრეც იყო მიხვედრილი, ახლა რამდენიმე თვის განმავლობაში და სანამ სოლქმარი გავხდებოდით ჩვენი მეგობრობის ურთიერთობის იმაში პერიოდში. მაგრამ ეს ძალიან მძიმე, ახლა ახლა მაგალითად ასეთი რამისთვის ვერავის ვერ გავიმეტებ რა და მithumetes ახლა ცოლს მეუღლეს რაღაც რო ასე დატოვო რაღაც მარტო მთის ძირში უცხო და რაღაც ბევრი ის იყო თავგადასავლები რომელიც ხო ვერ გაიხსენებთ მაგალითად კარგი საძილე მოგცეს რა ესეთი აკლემის ბეწვის მაგალი ჩინის ოფიცრის საძილე გენერლის საძილეს ეძახდნენ რა ესე რომ ორივე ვეტევოდით რაში და გასაბერ ლეიბზე გვეძინათ და მაშინ კარვები არ ქონდა რა ნორმალური და კარავზირი არ ქონდა ჯარისკაცული ისინი იყო კარვები ანუ მიწაზე ეს მაგარი ცუდი ამინდია ჭექაქუხილი ინდურ ფილმებში რომ ის არის ხოლმე იყო ბავშვობაში ესეთი საშინელება და ჩამოდის და ამ კარავში მდინარე მოდის რა ისეთი მდინარე რომ აი ლამის არის ეს გააცუროს რა ეს გასაბერი მარტო არა და მე ხუცა უცებ და ურიცენი რომ შუბზე მაზისო მოკიდე ბაღაკი და ეხლა ვიფიქრე, ეხლა რო აკივილი ავტეხო. ჩემი პატრონი არავინ არ არის და მოიშორა და ასე რა გადააგდო წავიდა ესე. და რავი ასეთი ბევრი რამე. გაუძლო, გამიძლო, მეც უძლებთ რა. მე ბევრ სხვადასხვა მესაბაზო ბანაკებში დამყავდა სიარულით თვითონ არულია. შრიდო კავკასიაში, ტიან-შანზე 1-2 ჯერ. ეხლა ასე ვთვლი რომ მე ვთქვათ მოვდივარ ჩემს საქმეში ქვევით მარინე ისე ვაგრძელებს და პროფესიის არის ქალბატონი მარინა მარინე არის ფილოლოგი ლინგვისტი დიალექტოლოგი და მუშაობს აი ციფრულ ლინგვისტიკაში ანუ ენის ციფრულად დამუშავება ქართული დიალექტური კორპუსის შემქმნელია სახელმწიფო ენის განვითარების და დაცვის სტრატეგიის ასე ვთქვათ ავტორი და ძალიან რეიტინგულ მაღალ დონის ჟურნალებში იბეჭდება ძალიან ესე რეგულარულად შრომები ბევრი ასე ვთქვათ ეხლა რაღაც საინტერესო ციგნს ამთავრებს და ბევრი კვლევის იმის ავტორი მოკლედ აი ფერეიდნული დიალექტი ინგილოური და საერთოდ დიალექტოლოგიაში და მოკლედ მაღალი დონის დამსრულებაში რო ვთქვათ ისეთი ბევრი ევერესტი აქვს დაპყრობილი და ბევრი რთული მარშრუტი ეს ის არის მოხეული ბანდულები რა მთაში ამით დადიოდნენ როგორც მითხეს დაახლოებით 150 წლის იქნება აი ამაში თივაც კია ჩარჩენილი ძველი რა როცა ხმარობდა ეხლაც კი რო იკერებოდეს ისი ამუნებით ჩავიცმევდი ეს ის არის გურული საბიჯებლები თოვლის რა ეს კიდე ასეთი მე რო დავიწყე სიარული ასეთი წერაყინით დავდიოდი რამ სიმძიმეა ხისტარი თან აღჭურვილობა მნიშვნელოვანი არის მაგრამ ძალიან ბევრ ადგილს იკავებს ეს არის აი პირველი ფრენდი ქვია რა თვითონ ასეთი მას სისტემას და აი პირველი ფრენდია რომელიც აი მქონდა რა მაშინ ნაპრალში ჩადებ ახლა აქ დიდი ზომის არ მაგ ჩადებ და იჭედება უცებს და თან მოქნილი ის არის სახში ნუ ბევრი მადლობა ღმერთს ბევრი ბავშვები ბევრი შვილიშვილები მიდიან მოდიან და ამიტომ სულ არეულობა არის რამე ძირითადად აღჭურვილობას აქ ვინახავთ ხოლმე კუთხეებში რა და კასრებით და მაგრამ ხშირად გვიწევს ხოლმე ისა
ამოლაგება, ჩალაგება თითქმის ყოველდღიან გასვლან რაღაც ფორმი როგორ და ამიტომ უმეტესად არეულია. ძალიან ბევრი ზეთი უცნაური და ბატონო ბიძინა, მართალია მითხარით, რომ წარსულზე ლაპარაკი აღარ გსიამოვნებთ, მაგრამ აი ყველაზე მნიშვნელოვანი ექსპედიციები თქვენთვის ვიცი, რომ იყო ერთი უშბა და ევერესტზეც რომ მომიყვეთ. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის წარსულიდან არის უშბაზე ასვლა. უშბა ძალიან დიდი მთა არის და ძალიან ბევრი მთამსვლელისთვის მიზანი ოცნება არის. სოფლიოს სხვადასხვა შემოხვედრი მყავდა მაგალითად მეგობრები, ციმბირელები, რომლებიც ამბობენ, რომ დიდი ვალი გვაქვს, ასე ვთქვათ, მთამსვლელობაში, რომ უშბაზე არა ვართ ნამყოფი. ან ევროპელებიც ბევრი მინახია, რომ როგორ ცდილობენ, ვთქვათ, უშბაზე ასვლას და როგორ აქვთ მნიშვნელოვანი მიზნად დასახული. დიდი სიხარული, აი თვითონ ჯერ რომ გადაწყვეტ, რომ აი უშბაზე მივდივარ, ვისთან ერთად მიდიხარ, ის ხალხი ეგრევე სხვანაირი ხდება შენთვის, რა ის სხვა ოჯახი, სხვა ყალიბდება, ასე ვთქვათ, გუნდი რა და მერე თვითონ ეს ასვლის პროცესი. უშბაზე სულ ურავ ხოლმე ეთყობა სიბერის ბრალი, რომ 17-ჯერ თუ 18-ჯერ ვარ ნამყოფი რა და ყველა ასვლაზე მართალი გითხრათ, აი გული მიჩუყდება, რომ ისევ აქავარ რა, ისევ აქავარ. ჩარჩან ვიყავი ამ წინა სეზონზე, იმის წინა სეზონზე ორჯერ ვიყავი. წელსაც იმედი მაქვს, რომ ავალ. ეს თან სხვადასხვა ხალხთან ერთად მიწევს ასვლა, უმეტესად სხვადასხვა მარშრუტებზე. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი არის პირველად თუ ადის ადამიანი რა უშბაზე და იმისი ცხოვრება უშბაზე ასვლით ძალიან იცვლება რა. ის მას კი არ აქვს მნიშვნელობა, რომ აი ვიღაცა მიცის, რომ ეს უშბაზე არის ნამყოფი. თავარი ის არის თვითონ იცის. თვითონავი გამორჩეული ეს უშბა. უშბა არის კავკასიონის, ასე ვთქვათ, სიმბოლო რა, შეიძლება ითქვას. ცოტათი გვერდზე დგას ცენტრალური, ასე ვთქვათ, ქედისგან, ფაქტიურად მთლიანად მაშია, საქართველოში არის იმ საზღვარში, რაც გავლებული აქვს, ასე ვთქვათ, რუსეთს. რუსეთიდან უკვე თვითონ მყინვარის მდგომარეობა, შხელდის მყინვარი ჩადის რუსეთისკენ, ისეთ მდგომარეობაშია, რომ საბედნიეროდ ვეღარ ამოვლენ. შემოხვედრიან ახლა მასზე უშბაზე იქედან ამოსული ისინი, ვერტფრენით ამოსული ტიპები, თორე ისე თვითონ უკვე ფეხით აღარ იგულება ხო ის ადგილი. ამიტომ რაღაცა დაგვრჩა ჩვენ. ახლა ეს არ არის, თქვათ, ისეთი საბედნიეროდ ისეთი ადგილი, როგორც არის მყინვარწვერი. რა მყინვარწვერიც მთლიანად საქართველოში დგას, მაგრამ რუსებმა ისე გაავლეს საზღვარი, რომ აი თითქოს წვერზე გადის. ძველ რუკებში რომ ნახოთ სახაზავით, აი რუკაზე დაადეს და სახაზავით გაავლეს ისეთი სწორი ხაზი, რომ რუსეთიდან ქონოდათ ოფიციალურადაც მყინვარწვერზე ასვლის საშუალება. აქ ასე არ არის. შემდეგ თვითონ მთა არის ძალიან ლამაზი. აი ყველა მხრიდან, საიდანაც არ უნდა შეხედოთ, ძალიან ლამაზი და დასამახსოვრებელია. თვითონ ქამი არის გრანიტი, ამიტომ გრანიტი ძალიან ესეთი კეთილშობილი, ის არის საცოცი ქანი არის რა, კარგი ესეთი საცოცი ის არის. და შემდეგ ძალიან რთული მარშრუტები აქვს. დაახლოებით 40-მდე მარშრუტია. რომელიც ყველა უმაღლესი, ასე ვთქვათ, სირთულის კატეგორიის მარშრუტები. ასეთი არის, ასე ვთქვათ, უშბა, რომ სიხარულის ის არის მომტანია. ამას გარდა მნიშვნელოვანი არის გარემო რა, ეს სვანეთის ბევრი, ასე ვთქვათ, მხრიდან ჩანს, ბევრი სოფლიდან ჩანს უშბა და სვანეთში თუ რაღაც სერიოზულ მარშრუტზე მიდიხარ, ან თუ ეს ზამთარში ხდება ასეთი ასვლა, მაშინ ყველამ იცის ეგ ამბავი. აი ეს
90-იან წლებშიც კი, როცა არ იყო თქვათ შუქი, კომუნიკაციის დღევანდელი საშუალებები, მობილური ტელეფონი. მაშინაც კი ამას ყველა იგებდა და რაღაცა ეს ყურადღების ცენტრში ექცევა რა თვითონ მთა ასვლა ყველა ოჯახში რამდენიმე ასე ვთქვათ სვანები დიდი გულშემატკივრები არიან თქო თქვენი და აი ყველა ისა გართობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ის ხდებოდა მაშინ რომ აი უყურებდნენ აი ასეთ ასვლებს რა და ყველაზე კარგი გულშემატკივარი აი ადგილობრივი მოსახლეობა სოფლიოში რაც მინახია არიან სვანები. თვითონ არიან მონაწილეები, თვითონ არიან მასპინძლები, თვითონ გაცილებენ, თვითონ გიღებენ, როცა მთიდან ბრუნდები, კარგად იციან რაღაც ნიუანსები რა. ყველას იცნობენ რა და ასეთი გულშემატკივრობა არც საქართველოში, არც სოფლიოს სხვა ემებში არ ხდება ადგილობრივი მოსახლეობა ასე ჩართული ასვლაში არ არის რა. ამიტომ დიდი ის არის რა, დიდი სიხარულია. იყო შემთხვევები, რომ 84-ში იყო ეს ჩვენი ჯგუფის წარუმატებელი ასვლა 6 კაცი რომ გარდაიცვალა. ხო და მე 5 წლის თავზე 99-ში მე და ეს ლოვა სარქისტოვმა შევკრიბეთ გუნდი და წავედით მარშრუტზე. მთელი ბეჩო და ეს მთელი სვანი ჩართული იყო ამ მაშ გულშემატკივრობაში. რო ჩამოვედით მოკლედ დიდი პურმარილი რაღაც საკლავის და იქ ბავშვებმა სკოლაში მიგვიწვიეს რაღაც ლექსები, კონცერტი და დიდი სხვა დღესასწაული იყო. ფაქტიურად ეხლაც ასე გრძელდება. არა მარტო ჩვენი და ქართველების, არამედ უცხოელების ასვლაც ასევე ეს არის დაფასებული არის უშბა. ამიტომ უშბა არის საუკეთესო მთა. ჩემთვის. გასაგებია. ერთხელ გავდიოდით პირველადი დახმარების კურსებს, ჩვენ გავხდარიყავით მასწავლებლები, ტრენერები რა, ამიტომ ესეთი განსხვავებული იყო რა, სწავლება მორგებული უნდა ყოფილიყო ჩვენზე, ანუ თამსვლელობაზე რა. სულ ჩემი მეგობრები ვიჯექით ერთად რა და რაღაცა ისეთი ამბებს ყვებოდით და ისეთი მაგალითები მოგვყავდა ჩვენი და პირადი ცხოვრებიდან რაღაც ეს ტრავმები, რაღაც სამაშველო ესენი ოპერაციები, რაღაც ის რომ მექიმს ვინც გვიტარებდა მას ტრენინგს და გული შეუწუხდა კინაღა რა. თან სულ აი რამდენიმე კაცი თქვათ რაღაც სხვადასხვა მხრიდან თანახულ ამ ამბავზე რომ ლაპარაკობდა რა ესე და შენიშვნებით და იმებით რა და არის ეგ მხარეც, მაგრამ ამაზე ლაპარაკი, ბევრი ლაპარაკი ამაზე ჩვენთვის არ არის სწორი საზოგადოდ ლაპარაკი. მაშინ გამოჩნდება რომ ეს არის თქვათ მუდმივი ტრავმები, მუდმივი საშიშროება, დაღუპული მეგობრები, მოყინული თქვათ თითები, დამწრობები, თითქოს უსიამოვნო საქმე რა, მაშინ რისთვის დადიხართ რა. და არა და თლად ეგრე არ არის რა, ახლა ადრე რაღაცა მქონდა ნანახი ეგ სტატისტიკა, არ მინახე რომ რაღაც სოფლიოში 1000 კაცამდე კვდება წელიწადში, მაშინ მთაში წელიწადში რა და 100,000-ობით კვდება, 100,000 მარტო მწეველი კვდება იმაში. დღეში და ავტოკატასტროფას და იმაზე ხო საერთოდ ეს არის, ამიტომ არ არის ეგ საშიში საქმე, არ არის რა. ამიტომ ვერიდებით ხოლმე ასეთ დეტალებს ლაპარაკს რა. უსიამოვნოა მაყურებლისთვის, ასე გამოდის რომ ჩვენ პოტენციურ იმას კოლეგებს, ასე ვთქვათ, მოსწავლეებს, სტუდენტებს რაღაცა ხელს ვკრავთ, რომ არა ეს აქ მე კი გადავრჩი, მაგრამ შენზე როგორ იქნება საქმე, არ ვიცი, ასეთ რამეს არ არის სწორი. ეს არ არის
მარტო ცოცვა, თქვათ, კლდეზე ცოცვა, ან ყინულზე ცოცვა, თაში ყოფნა, რაღაც გარავში ცხოვრება და ეს დიდი ის არის, დიდი ესე ვთქვათ, ურთიერთობებია, რომლებიც რაღაცა ესეთი საინტერესო იმითი კონტრაქტით არის რაღაც გამტკიცებული, რომ ჩვენ რაღაც ერთმანეთს უნდა მივხედოთ. ჩვენ აი მთაზე უნდა ავიდეთ. ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ ჩვენ ცოცხლები, ასე ვთქვათ, დავბრუნდეთ უკან რა, ოჯახებში, ჯანმრთელები რა. ამის გამო ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი რა. აი ამ დუღაბით ხდება შემდეგ გუნდის მუშაობა. ეს ისა გაქვს, გამჯდარი გაქვს, რომ გადავწყვიტე, თანხმობა მოგეცი, მაშინ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. როგორც ახლა მაგალითად ხო, რაღაც შევთანხმდით, რომ მე ვთქვათ ინტერვიუზე ვარ თანახმა, ამიტომ მე ყველაფერი უნდა გავაკეთო, რომ ეს ინტერვიუ თქვენთვის იყოს საინტერესო რა, უნდა მოვინდომოთ. და ცხოვრებაშიაც ყველა საქმეში ასე, აი თქვათ უგულოდნელი საქმე იყო ჩემთვის და ძალიან საინტერესო რაღაც ფილმში მოხდი რა და მაშინაც იმას უთხარი რეჟისორს, რომ მე გავაკეთებ მაქსიმუმს, რაც შეიძლება თავს არ დავზოგავ, რახან დავთანხმდი, მაგრამ მე არ ვიცი ეს გამომივა თუ არა. ახლა მაგალითად ნამდვილად ვიცი, რომ არის გამომივა სიმღერა, მუსიკა, ცეკვა რაღაც, მაგრამ აი დანარჩენს მე ყველაფერს მოვინდომა. და აი ამ ასეთ სტილს განსაზღვრავს ჩვენი საქმე რა, ჩვენი სპორტი რა. ახლა მაგალითად რაც ქვეყანაში ხდება დღეს, ამის მონაწილეები ხო ვართ და ჩვენ მე და ჩემმა მეგობრებმა რო ვთქვით, რომ ეს არ მოგწონს, ამას ვერ შევეგუებით. უკან დასახევი გზა არ არის რა, ძალიანაც რომ ვინმეს უნდოდეს, ერთი არავის თავში ეგ არ გაუვლის რა, უკან დახევა შეიძლება, მაგრამ არ მოგწონს და დამთავრდა ეს. კი, და თქვენ ძალიან აქტიური ხართ მაგ მხრივ, ხშირად დავინახი ხართ ხოლმე აქციებზე, ქალბატონ მარინასთან ერთად და თქვენი პოზიციაც გასაგებია. ამის გამო რამე პრობლემები ხო შექმნიათ? აქტიური, რაც შეეხება აქტიურობას, აქტიური ვერავარ, მე მივდივარ და ჩემ ადგილს ვიკავებ. ერთი კაცი, ასე ვთქვათ. ერთი კაცი ვარ. თუ ვინმესთვის ეს მაგალითი იქნება და რაღაც ამის გამო მოვა და რაღაც გვერდში დაგვიდგება, ხო კარგი, თვარა და რა ვქნა, მე ჩემს საქციელზე და ჩემს პოზიციაზე ვარ პასუხისმგებელი. მოწოდება თვითონ რო არიქა მოდით და ასე ვქნა და ეს უკვე სწორი აღარ არის ჩემთვის ასაკის გამო. ხო, სწორს ასაკის. ახალგაზრდა კაცი ხარ რა. აი ამ ქვეყანაში გინდა ცხოვრება, ასეთ ქვეყანაში. თვლი რომ ბრძოლაში, ასვლაში, ჭუბში, რაღაც პოლიტიკაშიც ლიდერი უნდა იყოს ახალგაზრდა. ახალგაზრდა, რომელსაც ჭირდება ადგილი, სახელი, თავის დამკვიდრება, რაღაც მომავალი არაფრის არ ეშინი, არაფერი არ ამძიმებს. რა თქმა უნდა, ამ აქტიურობას, მცირე აქტიურობას, რა თქმა უნდა, მოსდევს რა რაღაც პრობლემები. რომლებიც იგრძნობა რა, იგრძნობა, ვთქვათ, საქმეში, ну ჩემს სამუშაოებში, ვთქვათ, იგრძნობა, ვთქვათ, აი ჩემს გეგმებში, ხო ჩემი ძირითადი საქმე და ის საზრუნავი ეს არის ახალგაზრდებთან მუშაობა. ანუ თვლი რომ ახლა იმდენი რაღაც დამიგროვდა მე ესეთი გამოცდილება, ესეთი რაღაცა ცოდნა და ეს რომ უბრალოდ დრო მოიტანა, თორე იმიტომ კი არა რომ მე ვარ კარგი და ესეთი ჭკვიანი. უბრალოდ დრო მოიტანა რა და ამას პერიოდულად მე ყოველთვის ასე ვთქვათ გავცემდი, მაგრამ ეხლა უფრო აქტიურად არის საჭირო ამის, იმიტომ რომ მე ბევრს ამას ვერ მოახერხებ რა. დიდხანს რა და აი ეხლა უნდა
ასე ვთქვათ, აქტიური, პედაგოგიური ესეთი პერიოდი მაქვს რა და ამაშიც უკვე შეზღუდვა მაქვს, აი ვთქვათ, რაც შარშან მქონდა მას ხო რაღაც ელემენტარული ესეთი დაფინანსება სჭირდება პატარა, უკვე წელს აღარა მაქვს რა. საერთოდ ყველა მხრიდან ნელა ჩაიკეტა. რა უნდა უყო ახლა ახალგაზრდებს, რომლებიც ჩემთან არიან, აი როგორ მოახერხო, ან რა უპატრონო, ჯერჯერობით ესეთი არ ვიცი, კითხვის სვამამ კითხავს და ჯერ პასუხი არ მაქვს. ხო, თანო ახლა ეს რეალური მიზეზები პირადად ვერავინ ვერ მელაპარაკება, მაგრამ ისე შორიდან მეუბნებიან, რომ რაღაც ეს გამოწვეულია რაღაც ასაკით, რაღაც ვთქვათ, რომელიღაცა წარუმატებელი ასვლით, ან რომელიღაცა ტრავმით, რომელიც მოხდა, მაგრამ ეს რეალური მთავსვლელისთვის ეს არ არის მიზეზი, არც ასაკი, იმიტომ რომ კარგ ფორმაში ვარ, კარგად ცოცავ, კარგად დავდივარ, რაღაც მაქვს პატარა ტრავმები, მაგრამ ეგ ალპინისტი არ გვიშლის. ვფიქრობ, ეგ შეიძლება აი ამ აქტიურობიდან იყოს, ასე ვთქვათ, გამოწვეული, იქეთ ცალკე კიდე ჯარიმები და რაღაც არის სხვა ნიშნებიც უკვე ჩანს, რომ გართულდება ცხოვრება, მაგრამ ეცდებით გაჩერებას არ აპირებთ. ხო, არა, გაჩერებას არ ვაპირებ. ბატონ ბიძინა, საქართველოს ითვლებოდა ყოველთვის ალპინიზმის ერთ-ერთ კარგ სკოლად, ხო? აი დღეს რა მდგომარეობაა ამ ხრივ საქართველოში, რა მდგომარეობაშია ეს მიმართულება და თუ არის ესეთი ახალგაზრდა თაობა, თქვენ კი ისაუბრეთ ახლა ცოტა ხნის წინ, აი ახალგაზრდებთან მაქვს ურთიერთობა, ვინც აი ძალიან ესე აქტიურად ამ ტრადიციას მიყვება და გაყვება, ასე ვთქვათ. ძალიან ესეთი პოპულარული იყო საქართველოში მთავსვლელობა, საბჭოთა პერიოდში ამას ბევრი რაღაც განსაზღვრავდი, რომ კარგი მთები მქონდა, მე რაც მთავარია თვითონ ხალხი მთავსვლელობას სხვანაირი ხასიათი სჭირდება რა და საბჭოთა პერიოდში ეს იყო თავისუფალი ხალხის თავშესაფარი ფაქტიურად. საბჭოთა კავშირი, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი, ესე ვთქვათ, სუკი, კგბ ყველაფერს აკონტროლებდა რა. ასევე ცდილობდა კონტროლს მაშინ მთაშიც. მაგრამ მთაში ყველა ერთმანეთს იმდენად კარგად იცნობდა, რომ იქ იცოდნენ ვინ იყო რა. ამიტომ იმის გაუნებელ ყოფა ან რაღაცა როცა იცი ვინ არის, ადვილია რა. ამიტომ საბჭოთა მთავსვლელები თავისუფლებას მართლაც იმაში მთაში ეძებდნენ. საქართველოში ახლა ესეთი თავისუფლების მოყვარე ხალხი ბევრი იყო, ძირითადად ესეთი მაღალი ინტელექტუალური რაღაცა ან ინჟინრები, ფიზიკოსები, მათემატიკოსები, რაღაც წერილები, ესეთი საინტერესო ხალხი დადიოდა რა სულ მთაში. ესეთი ბევრი იყო. ამას გარდა ცოტა ისიც ჰქონდა სახელმწიფოსაგან მხარდაჭერა, ეს ითვლებოდა სამხედრო, ასე ვთქვათ, სპორტად, ვაინა პრიკладной სპორტ, რუსულად უკაცრავად რუსულისთვის და ანუ ჩვენ ყველა ვიყავით სამხედრო აღრიცხვაზე, ყველა, ვთქვათ, მეორე თანრიგის ზემოთ ყველა მთავსველი და სახელმწიფოც დაინტერესებული იყო ამის. და კარგი მთავსვლელები ყავდა, კარგი, ასე ვთქვათ, ისტორია ჰქონდა რა პირველი საერთოდ კლუბი, მაგრამ პირველი ალპური კლუბი, პირველი სპორტული კლუბი, ასე ვთქვათ, საქართველოს ქართული კლუბი იყო. პირველი ასვლა, ვთქვათ, ჩვენი მყინვარწვერაზე ქართველების საშუალებით ხდებოდა პირველი ასვლა, იმაზე საბჭოთა ასვლა უშბაზე ჩვენი ქართველების ასვლა იყო თეთნულზე ესეთი ასვლა. ანუ ეს ტრადიცია ყოველთვის ჰქონდა. 90-იან წლებში გაჭირდა ცხოვრება, საერთოდ ალპინიზმი, მთავსვლელობა არის აი ცხოვრების დონის მაჩვენებელი თუ კარგი
მაღალი ცხოვრების დონი, ალპინიზმიც იქ ძალიან განვითარებულია, თქვათ, ის ევროპის ქვეყნებში, განსაკუთრებით ალპურ ქვეყნებში, თქვათ, ამერიკაში, შეერთებულ შტატებში, ისა სამხრეთ იმაში, კორეაში, ძალიან მაღალი დონი, იაპონია. მაგრამ ბევრი ქვეყნის ჩამოთვლა შეიძლება სადაც საერთოდ არ ციციან რა ალპინიზმი რა არის და ან რაღაცა არც უნახიათ წერაღინ თოკიან მეგე. ხო, და 90-იან წლებში ცოტა გაჭირდა ცხოვრება, რამდენიმე კაცი ასე ვთქვათ, ვინ არჩუნებდით, რომ მაინც დავდიოდით ექსპედიციებში. ეხლა როგორც კი ცხოვრების დონე ცოტა უკეთესი გახდა, აი 2000-იან უკვე წლებში, აქაც ძალიან ბევრი ადამიანი დადის უკვე, ძალიან ბევრი ახალგაზრდა ცოცავს, უკვე რამდენიმე დარბაზი არის, რამდენიმე ადგილი არის, საცოცი ადგილი და ბევრი აღჭურვილი რამდენიმე მაღაზია არის, სპორტული ალპინისტური მაღაზია, სადაც აღჭურვილობის შეძენა შეიძლება, ამან კიდევ უფრო გაადვილა თასთან მისვლა ნებისმიერი ადამიანის ისა და მაგრამ არის რაღაც ხელის შემშლელი ისინი მაგალითად ივანიშვილი ჩასახლდა იმაში ბოტანიკურ ბაღში, იქ სადაც ჩვენი საცოცი კლდეებია. და ამიტომ იქ გართულდა რა შესვლა, მისვლა იქ ის რაც გვეგონა რომ აი მთელი ცხოვრება იქ ვიქნებოდით და ჩვენი საუკეთესო წლები დაკავშირებული იყო აი ამ კლდეებთან, ლეხთახევის ბოტანიკურის კლდეებთან. ეხლა იქ დაცვა 9 ჯერ შეგამოწმებს, საღამოს 6 საათს მე როცა გვიანობამდე ვრჩებოდით, ან ღამესაც ვათევდით, ან დილას ადრეშებ, უკვე შეზღუდული არის და მაგან შია ისაკნა, შეავიწროვა ჩემის აზრით ალპინიზმი. ასევე უცნაური არის, მაგრამ აი საბჭოთა კავშირზე რომ გეუბნებოდით, რომ საბჭოთა კავშირი თვითონ სახელმწიფო ერეოდა თამსვლელობის განვითარებაში აფინანსებდა, იმიტომ რომ სჭირდებოდა მას, ზუსტად ახლა ასე არის რა, ისევ სახელმწიფო აფინანსებს, აი ფედერაცია, რომელმაც აი გადაწყვიტა ბორდმა, რომ მე აღარ ვარგი ვარ, ასე ვთქვათ, მასწავლებლად, ასევე ფინანსდება რა. ეს რაღაც ერთის მხრივ თითქოს კარგიც არის, რომ სახელმწიფო ამას აფინანსებს, მაგრამ ანალოგი ამას სხვაგან არა აქვს რა, არც ერთ მასში ქვეყანაში არა აქვს რა, ასე. სახელმწიფო თავის ყველა არაფერს არ იძლევა რა, ამათ ხო ეგრე არ არის. ამიტომ რაღაც ეცდება, რომ თავისი გავლენა, ასე ვთქვათ, კონდეს და თავისი მიმართულებით წაიყვანოს რა ეგ საქმე. მიუხედავად ამისა, ძალიან ბევრი ახალგაზრდა ჩანს, ძალიან პერსპექტიული, სულ რაღაც 5 წლის წინ საქართველოს სამთო გიდების ასოციაცია გახდა საერთაშორისო სამთო, ასე ვთქვათ, გიდების ფედერაციების ასოციაციის წევრი. და დაახლოებით ისეთია ნატოში გაწევრიანების მსგავსი, ანუ ჩვენს გიდს, ჩვენი ასოციაციის წევრს გიდს შეუძლია იმუშაოს სოფლიოს ფაქტიურად ნებისმიერ ქვეყანაში. და ანუ ეს არის უმაღლესი კომპეტენცია, რაც შეიძლება, ასე ვთქვათ, თაში კონდეს ადამიანს. ასეთი დაახლოებით 6000 ადამიანია სოფლიოში. აქედან ჩვენ 39 კაცი გვყავს და კიდე ახალი სტუდენტები, ასე ვთქვათ, მოდიან. ასე რომ ახალგაზრდებს ძალიან დიდი სიხარულით და იმედით შევყურებთ. კიდევ ბევრი ესეთ საინტერესო სიტყვას ვიტყვით ალპინიზმში, მთის ტურიზმის განვითარებაში. თუმცა ისევ და ისევ ამის მოწინააღმდეგებიც არიან ხოლმე და რაღაცას ასე ვთქვათ გვიჩხიკინებენ და გვიფუჭებენ საქმეს რა და მაგრამ მოვერევით. ესეც ალბათ დროებით. ხო, დროებით. არ გვეშინია ჩვენ პრობლემების
ბატონ ბიძინა, თქვენ შვილებზეც მინდა რომ გკითხოთ აუცილებლად. თქვენ გზას რამდენი შვილი გაყვა, ასე ვთქვათ? როგორც მასე ვამბობდით, რომ ალპინიზმი წარსული რაღაცი და ასევე ნაკლებად საინტერესოა შვილებზე ლაპარაკი, უფრო საინტერესოა შვილიშვილებზე. ანუ შვილებით და შვილიშვილები გეთანხმებით. ხო, მაგრამ შვილებით საკუთარ დავიწყოთ რახან გაინტერესებს რა 4 შვილი, ნუ 3 ბიჭი, 1 გოგო. ყველა ცოცავდა ყველა დადიოდა მთაში, პატარაობიდანვე, ყველაზე პატარები რაც ყოლია რა 2-3 წლის უკვე მთაში გავყავდა, საბაზო ბანაკში ცხოვრობდნენ, მთელი ეს ცხოვრება, საბაზო ცხოვრება, გავლილი აქვს აქ კავკასიაში, ჩრდილო კავკასიაში, ზამთრის მებზე, წასვლებზეც ყოფილან ოჯახთან ერთად და მთელან ჩვენ მეგობრებთან ერთად. ამიტომ კარგად იციან ყველაფერი. 2 არის პროფესიონალი, სამთო გიდი, ისეთივე როგორც მე ვარ. ამიტომ ჩვენ სახლში ახლა აქ 2 ცხოვრობთ, მუდმივი ის არის, არეულობა არის, რომ ანუ ყველა წასვლის დროს ხდება ამ აღჭურვილობის გამოლაგება, ჩალაგება და ზოგჯერ აზრიც არ აქვს რა. ეს უხერხულობა ახლავს ალპინიზმს. რაც შეეხება შვილიშვილებს და მუშაობთ რა ერთად ხშირად ზოგჯერ ერთადაც გვიწევს ასვლები ან შეხვედრები ან მყინვარზე თქვა მყინვარზე როცა მუშაობთ ერთი ადის მეორე ჩამოდის რაღაც იშვიათად ვიკვეთებ რაც შეეხება შვილიშვილებიდან 2 კარგად ცოცავს უფროსები 6 მყავს 6-ვე ბიჭია მესამემაც დაიწყო ცოცვა დანარჩენები ციცოცებენ რა ალბათ. უსიამოვნო არის საერთოდ თქვათ მამაშვილის ერთად მთაში ყოფნა, როცა სერიოზულ მარშრუტზე ყოფილვართ. ამას წინათ იყო უშფაზე ვიყავით მე და ალექსანდრე, ეს ყავდა სტუმარი, კლიენტი ანუ არგენტინელი თუ ანდორელი ახლა ანდორაში ცხოვრობს რა და უშბაზე ქონდა ასვლა და უშბის პლატოზე უბრალოდ უშბის ბალიშზე ანუ ეს ბოლო ბანაკია საიდანაც წვერვალზე გავდივართ ძალიან გაფუჭდა ამინდი საშინელი ამინდი იყო აი ჩაგვმარხა თოლში რამდენჯერმე გამოვედით რომ ეს ამოგვეთხარა ეს კარავი 5 ჯერ მთელი ღამის განმავლობაში ეს კარავი დაგვახია თავზე ჯოხები გატეხა ესა და და ის შვილი რო იყო ეს კიდე უფრო ამძაფრებდა რა იქაურობას მაგრამ მე მეორე დღეს რო გათენდა შედარებით კარგი ამინდი გამოვიდა და ის გამოქვაბული გამოთხარეთ მარტო ერთი ჯამი ქონდა პლასტმასის ჯამი და ამ ჯამით და წერაყინებით გამოთხარეთ გამოქვაბული მაგრამ იმუშავეთ 2-მა ის გვიყურებდა ეს კლიენტი და 1-2 ღამე მე ამ გამოქვაბულში გავათიეთ ღამე და ავედით, ჩამოვედით და პირველი ის იყო მაშინ რომ რაღაცა შვილმა შემაქო. ასე თქვათ რა. და ეგ ძალიან დიდი ჯილდო იყო ჩემთვის აი თუ კი რამე მქონია ყველაფერს ასე თქვათ აჯობა რომ ერთ-ერთზე. ბატონ ბიძინა აი გისმენთ და მართალია საფრთხეებზე ვლაპარაკი არ გვიყვარს, თუმცა ნუ მთის უდიდესი სიყვარულის გარდა მთასვლელობა, ნუ არის დაკავშირებული ბევრ ამასთან, ხო? ხასიათის სიმტკიცე, პასუხისმგებლობა უდიდესი, ნუ რა ვიცი, ძალიან ბევრი რამ. რისი კითხვა მინდა, იცით, აი რა არის მაინც ის გრძნობა, რომელიც მიუხედავად ამ ყველაფრისა, საფრთხისა, ვთქვათ, რაღაც ბევრი პრობლემისა, სიამოვნების გარდა ადამიანს აბრუნებს მთაში. და ერთი სხვის იმას მოვყვები, ერთი მყავდა რა მთაში, რომელიც ძალიან სწრაფად, ასე ვთქვათ, გავზარდეთ, გაიზარდა და მოხვდა სერიოზულ მარშრუტზე. იმაზე პატარა უშბის რაღაც კარგ კედელზე მიდიოდი სამხრეთ კედელზე, კინსისკის მარშრუტია ეგეთი. და იქიდან რო ჩამოვიდა ის მეგობრებს უყვებოდა, არა მთამსვლელებს რაღაც და ეს უყვებოდა და რაღაცა მეც ასე ვთქვათ მოუკარიყური. იცი როგორიაო, რომ აიო სახში რო ჩამოვედიო და
ონკანი მოუშვიდა წყალი ჩამოასწრო. რამდენიც მინდა იმდენი რომ დავლიე. საწოლშიო აი დავწექი და რომელ მხარესაც როგორც მინდა ისე გადმოვბრუნდიო. ანუ აქაურ ცხოვრებას ხედავ სულ სხვანაირად აღიქვა. მაგალითად ჩვენ ოჯახში სხვა მნიშვნელობა აქვს ახლა. სითბოს, სიმყუდროვეს, სიჩუმეს, რაღაცა იმ ძველ პურს, თქვათ, დარჩენილი რო ან გუშინდელ და გუშინწინდელ საჭმელს არ შევჭამ, რაღაცა ესეთი რამე ეს არის წარმოუდგენელი არის. რაღაცა პატარა ტკივილი, პატარა ტრავმა, რაღაც ამაზე დიდი ამბავის ატეხვა. ან რამეზე წინასწარ ნერვიულობა ხო რომ ეს შეიძლება ასე მოხდეს ხო ჩვენ ჩემი უღლეს გადაწყვეტილი გვაქვს რომ წინასწარ არაფერზე არ ვინერვიულოთ. ყოფილა შემთხვევები რომ თქვა სამაშველო ჯგუფები შექმნილა რომ აი მე ვეპოვე და გადავერჩინ იყო ერთი ასვლა სადაც დავიკარგეთ რა ფაქტიურად გზა ვერ გამოვიკვლიეთ მაგრამ ჩემთვის ახლა ეს იყო უბრალოდ ვარჯიში თვითონ ეს ასვლა გრძელდებოდა ცუდი იყო რომ კავშირი არ მქონდა ქვემოთ და ვიღაცები ნერვიულობდნენ ეს ახლა უსიამოვნო იყო მაგრამ ესე არაფერი რა გამოვთხარეთ რაღაც გადავიფარეთ ღამე გავატიეთ მე უკვე მეორე ღამესაც ვერ გამოვედით იმისთვისაც ვემზადებოდით და გამოვძვრებოდით რა მაგრამ მთელი ქვეყანა ანერვიულდა. ისე ანერვიულდნენ, რომ აი ანერვიულებული და ისინი ურეკავდნენ მარინეს, რომელიც 7-ად იყო რა და იმიტომ რომ დრო არ იყო გასული ისეთ, რომ უნდა ენერვიულა ამას. წინასწარ არ შეიძლება ნერვიულა. ჩემი შვილიც კი რომ წამოიყვანეს ახლა ერთ-ერთი შვილი ირაკლი თქვა და ამ სამაშველო იმაზე ეხლა შეგხვდება მამა ჩემი და ყველას გვაგიმებს. იმიტომ რომ არ არის ჯერ ამის დრო არ არის. არაფერი ამის მომასწავებელი რომ რაღაცა ცუდი მოხდა არ იყო. არ არის რა. და ეგეთია რა. ეგეთი. აი ასეთი ცხოვრებით, ასეთი სტილზე გადასვლით, თქვათ ის რომ აი როგორ ჩაიცვა, რა არის მნიშვნელოვანი ამ ჩასაცმელის დროს რაღაცა როგორი თქვათ აქსესუარი კონდეს, ხო? რაღაცა საათი, კომპიუტერი, რაღაც სიმაღლე, ალტიმეტრი, ბარომეტრი, კომპასი, ну უამრავი რაღაცა. და არა თქვათ ის რომ ეს ძირფასი იყოს, მოოქროვილი იყოს, ზედმეტი რომ რაღაცა თქვათ საყურე, ტატუ ან რაღაც, იკეთებენ ამას ვიღაცები, მაგრამ ჩემთვის ეს არ არის რა, საინტერესო. მეუბნებიან შენც იმას ვეძახი ხოლმე, ესე ვთქვათ, პეროს, ფარშევანგის ბუმბულს, ასეთ რაღაცებს. სხვები შვილები სულ მაკრიტიკებენ და აი მაგალითად წერს რო ატარებ, ეგ რა არ არის შენი, ასე ვთქვათ, სტილი, შენი პერო, ასე ვთქვათ. ართული არის იმისთვის რომ სახე არ დამეწვას ნაკლები კრემი მჭირდება თქვა დაფარვა ნაკლები მჭირდება არ მომეყინოს თოვლი ზევიდან ედება ყინულზე მე ამაში დიდი დრო არ მეკარგება კვირაში ერთხელ თქვა გავიკრიჭავ ასევე თქვა თმას მოვლა არ მჭირდება სავარცხელი არ მჭირდება არასოდეს არ დამივარცხნია თმა და ნელ-ნელა ამაზე გადადიხარ ამ ასეთ ცხოვრებას. ეხლა ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ყველამ ასე უნდა იცხოვროს და რაღაც სანიმუშო ის არის, მაგრამ ცხოვრობ რა, ასე მომწონს. მე მოგლედ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ კარგია მთაში. იარეთ. ეხლა სხვათა შორის ვაპირებ აი დიდი ხანია ხო გიდად მუშაობ და ვცდილობ რომ აი ახალგაზრდებთან ვიმუშაო და დამსვლელები გავზარდო და ეს და ეხლა ახალ სტადიაზე მინდა ასე ვთქვათ გადასვლა რომ გარდა ახალგაზრდების ანუ დამსვლელების გაზრდის და მინდა რომ ქართველ სტუმრებთან ქართველი კლიენტი უხერხული სიტყვა არ ვამბობ ქართველებთან ვიმუშაო რომ ისინი ვატარონ მთაში ახალ ბედები რა
უცხოელებთან მუშაობის დროს ძალიან დიდ ენერგიას ვხარჯავთ. თვითონ როცა უცხო ადამიანი აკყავს მთაში, ახალბედა. ძალიან დიდი ენერგია მიდის, ფიზიკური, მორალური, ისედაც მატერიალურადაც ვიხარჯებით, მცდება რაღაც ემოციური რაღაც ენერგია და ეს ემოცია არ რჩება. მიდის რა ეს ადამიანი მიდის, ცხოვრება შეიძლება ვერ შეგხვდეს რა და ეს გაღებული ის ენერგია იკარგება ფაქტიურად, რაღაცა იბნევა რა. და ალბათ აჯობებს რომ ეხლა თქვა ვიღაცასთან ერთად რომელთანაც ერთად ავალ უშფაზე ის თელი ცხოვრება იმას ემახსოვრება და აქ რჩება ის ადამიანის ვიღაცებს ხვევს უნაწილებს და აი ამ ემოციას, აი ამ ახალ ცხოვრებას რომელსაც შეეხო, სადაც შეაბიჯა და ის უფრო მეტ ჩემის აზრით უფრო მეტ ინტერესს გაუჩენს იმის წრეს რა და ასეთი ბევრი წრეები რო იქნება კიდევ უფრო მეტი ადამიანი ივლის მთაში. მთაში რო ბევრი ადამიანი ივლის, მაშინ ცხოვრებაც უფრო საინტერესო და სხვანაირი იქნება. აი მაგალითად შვეიცარიაში თითქმის არ არსებობს ალბათ ოჯახი, 1-2 ადამიანი რო არ დადიოდეს მთაში, რო არ სრიალებდეს მთაში იმას თხილამურებს და ჩვენ არაფრით არ ჩამოვარდებით შვეიცარიას პირიქით ვთვლი რომ უფრო მაგარი ქვეყანა გვაქვს, უფრო მაგარი ხალხი გვყავს, უფრო ესეთი მაგარი და კარგი წარსული გვაქვს. ერთადერთი ეს თავრობა არ გვარგა და მაგასაც შევცვლით. დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის და რა ვიცი, ბევრი წარმატება კიდევ თქვენ. მადლობა.